მარტყოფის მონასტრის აღმოსავლეთით მთაზე აღმართულია მამა ანტონის სვეტი. ეს არის ადგილი, სადაც მამა ანტონი 15 წლის განმავლობაში ფეხზე მდგომი ლოცულობდა ადამიანების ცოდვების გამოსასყიდად. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს სვეტზე ბერმონაზონმა სპირიდონ ლაზარიამ უმასპინძლა და უამბო სვეტის ისტორიის შესახებ. მამა ანტონი იყო მესვეტე, რომელმაც 15 წელი ფეხზე მდგომარემ გაატარა. ფეხზე იდგა და ისე ლოცულობდა მთელი ადამიანობის გულიზე 15 წლის განმავლობაში. არ ჯდებოდა და არ წვებოდა. და ეს მამები საქართველოში რო ჩამოვიდნენ, თურმე ყველანი იყვნენ ერთმანეთზე უკეთესები. 12 მამი ითვლებიან როგორც ახალი მოციქულები. და მამა ანტონი იყო განსაკუთრებული, რადგან ერთადერთი ამ 12-დან რომელმაც მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მესვეტეობა კიდევ ისეთი არის, ბერული ცხოვრების ყველაზე მაღალი საფეხური არის მესვეტეობა. და რომელიც თავის თავზე აიღო ეს ღვაწლი, ეს ბოლომდე მიიყვანა და იქ გარდაიცვალა 15 წლის მერე. არ დამჯდარა, არ წამოწოლილა ის. დღე-ღამის განმავლობაში თურმე მიეყრდნობოდაო კედელზე, ჩათვლიმავდა და ძილი გამოდიოდაო 2-2.5 საათი. დღე-ღამის განმავლობაში, წარმოიდგინე 24 საათის განმავლობაში, ასე რომ მიეყრდნობოდა და ლოცვის დროს იქ მაშინაც ლოცულობდა. გული ისე ქონდა იქ უკვე განათებული, რომ ეძინა, არ ეძინა, მაგას უკვე არავით არის მნიშვნელობა რო არ ქონდა, ესე მდგომარეობაში იყო. ასეთი ძვირფასი იყო მამა ანტონი. საქართველოში ღვთისმშობლის კურთხევით მე-6 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი იყო ამ 12-დან მამა ანტონი, რომელმან ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი, კეცის ხატი და წოდებული ხატი. ეს ხატი მე-14 საუკუნემდე იმყოფებოდა აქ და მე-15 საუკუნეში მონღოლების შემოსევარი იყო თემურლენგის მეთაურობით, მაშინ ეპისკოპოსი ყოფილა გიორგი, რუსთავის ეპარქიას ეკუთვნოდა თურმე ღვთაების მონასტერი მაშინ. ეპისკოპოსს გადაუმალია ეს ხატი, მტრებს რო არ ჩავარდნდათ ხელში და ისე მოხდა, რომ იმ ომში მოკლეს ეპისკოპოსი, გარდაიცვალა და დღევანდელ დღემდე არის უცნობი. სად იმყოფება ეს ხატი? სადღაც აქ არის ახლომახლ ტერიტორიაზე, ზუსტად სად არის არავინ არ იცის. მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, რომ მეორედ მოსვლამდეო ისევ გამოჩნდებაო და ისევ იქნება ხალხს იმის შესაძლებლობა, რომ იხილონ ეს ხატი. მამა ანტონი იყო მესვეტე, რომელმაც 15 წელი ფეხზე მდგომარემ გაატარა. ფეხზე იდგა და ისე ლოცულობდა მთელი ადამიანობის გულიზე 15 წლის განმავლობაში. არ ჯდებოდა და არ წვებოდა. იქ არის ადგილი, მე იმ ადგილსაც გაჩვენებს, სადაც მამა ანტონს სვეტი ჰქონდაო აგებული. და ეს მამები საქართველოში რო ჩამოვიდნენ, იბერია ერქვა მაშინ თურმე ჩვენ ქვეყანას. იოანეს ქონია ზედაზნოს გამოცხადება, დედას აქვს ნათქვამი, რომ უნდა აირჩიო შენი მოსწავლეებიდან 12 მოსწავლე და უნდა წახვიდეთო იბერიაში. იოანეს 300-ზე მეტი მოსწავლე ყავდაო და 12-ს ვერ არჩევდაო, რადგან ყველა ერთნაირად უყვარდაო და დაუწერიათ ყველას პატარა ქაღალდზეო თავიანთი სახელები და დადესო საკურთხეველში. თვითონ კიდევ ლოცულობდნენო ტაძარში და დილით ყველა რო ხედავდა ისე უხილავი ხელით იქნაო არჩეული იმ 300 სახელიდან ამ მამების სახელები, რომლებიც ჩამოვიდნენ იბერიაში. ამ 12-დან ერთ-ერთი იყო აი მამა ანტონი, რომელმაც ის ხელთუქმნელი ხატი ჩამოაბრძანა, რომლის დღევანდელ დღემდე აქ არის დაბრძანებული, უცნობი არის სად იმყოფება. მამა გაბრიელის ის არის, რა ქვია, ნათქვამი, აი რომ ერთ-ერთი ის იქნებაო, რა ქვია, ამ ხატის გამოჩენა ერთ-ერთი სასწაული. იმ 3 ნიშანი, კი, იმ 3 რაც უნდა მოხდეს, დედა ღვთისმშობლის ხატის დაბრუნება, იმისიც მამავს აქვს ნათქვამი. აი ასეთი ის არის და კურთხევა ჯერ არის, და გამოდიან და სულ ის აქ არის ხატი და ვიღაცები ქალები მოვიდნენ ისო აქ გავთხაროთ, თხრიდნენ, ვერაფერ, მე რაღაცა მეამერია ალბათ შემეშალა. და დღევანდელ დღემდე აი ასე არის, მაგრამ ის ვიღაცას ექნებაო გამოცხადება. ბოდიში. ვიღაცას ექნება გამოცხადება, სადაც არის ეს ხატი დაბრძანებული, იტყვის და ისე მოხდება იმ ხატის გამოჩენა კურთხევის მერე. ამასთან ერთად მამა სპირიდონთან ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. ძმათა ის არის ახლა იქ მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. როგორ ჩვენთან იყო აი ძმები რო კლავდით აქ ერთმანეთს აფხაზეთში, ზუსტად ისეთივე არის იქ. იმიტომ რომ წმინდა მამების ნათქვამი არის, რომ უკრაინა, ბელარუსია და რუსეთი გაერთიანდებან და ერთი მეფე ეყოლებათ.
და აქ რომ მოდიან და რომ ვეუბნები, ხო, ყველა გახარებულები არიან, ნეტავი როდის მოხდება რუსები რომ მოდიან. ნეტავი როდის დადგება ის დღეო. ხო და მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მასე არ შეიძლება. ეს არის ერთმანეთს კლავენ, ყველანი სლავები არიან. მე ვიყავი ნამყოფი ვარ რუსეთშიც, უკრაინაშიც და ბელარუსიაშიც. ხალხთან რომ მქონდა ურთიერთობა, ხო? არ მინახია ისეთი არ შემხედრია ისეთი პიროვნება, რომელსაც ეთქვას, რომ არ მყავს ნათესავები ან უკრაინაში, ან ბელარუსიაში, თუ რუსეთში ვიყავი, თუ უკრაინაში ვიყავი, ან რუსეთში, ან ბელარუსიაში. აი ასეთი ერთნი არიან. ძირი აქვთ ერთი. ყველანი არიან ბიძაშვილები და მამიდაშვილები. გეუბნები, ერთი სისხლი რო არის, სლავები რო არიან, ყველა იმის გარდა კიდევ არიან სხვა ქვეყნებში სლავები. ისინიც ალბათ დაუბრუნდებიან და შვიდობა რო იქნება, ურთიერთ პატივისცემა, ურთიერთ სიყვარული, ურთიერთ გაგება რო იქნება, აი მაშინ ყველაფერი იქნება საუკეთესო. და სანამ ერთმანეთს რო ვესვრით, იქ სანამ ერთმანეთს ვანადგურებთ, კარგი მაგას ვერაფერი არ მოხდება. სამწუხაროდ, რელიგიის გარეშე დღევანდელ დღემდე საქართველო მოიყვანა ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ. რელიგიის გარეშე საერთოდ რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ხო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყანა იქნება რელიგიის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ დღევანდელ დღემდე მოვედით ჩვენ, აგერ 21 საუკუნე არის და მოგვიყვანა ამ ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ და ისეთი ადამიანები არიან, ვინც ამას არ თulis ასე, ისინი კიდევ დარჩებიან იქ, სადაც არიან, პრობლემა არავითარი არ არის.